დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? რაშობით ხო ხართ? კარგად. გახვედით სამსახურებში. მე არ გავსულარ ჯერ. მალე გავალ. დილიდან შეგკრიბეთ იმისათვის, რომ ერთი-ორი თემა გავიარო თქვენთან ერთად. ის თემა, რომელიც მინდა რომ გავიარო. ესე იგი. ამ ხალხის მოსაწონი ვერაფერი თქვი. ვერაფერი. რა თქმა უნდა, ყველა რო არ ითვლებით, ხო იცით და არც უნდა ეხა ამას დაკონკრეტება. მეგობრებო, ჩემი არხი მოგეხსენებათ არ არის ნეკროლოგი. ჩემს არხზე არ ხდება შეკვეთა, რომ აუცილებლად ეს თემა უნდა განვიხილო და ამის იქით წასასვლელი არ მაქვს. არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია იმის, რომ ცოცხალი იქნება ვინმე თუ გარდაცვლილი, აუცილებლად უნდა ვახსენო. მე ამის ვალდებულება არ გამაჩნია. ეს არის სურვილი, ვის ახსენებ, ვიზე ისაუბრებ, რას გააკეთებ, რას დალევ, რას შეჭამ, ვინ გიყვარდეს, ვინ არ გიყვარდეს და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ გარდაცვლილ გაჩიჩილაძე არ ვახსენე, მეზახეთ ნაცი. კომენტარი. გამიშვანშვალეთ. დარწმუნებული ვარ თქვენსავით ბევრი ფიქრობს. ის ადამიანები, ვისაც უკვე ცოტა მგონია, რომ რაღაცა სხვა რამეში გაქვთ გადასრდილი, აი ეს ფობია, არ ვიცი რა ქვია. რატომ თვლით, რომ მე ამის ვალდებული ვარ, რომ რას ქვია არ ვახსენე და თვალებს მთხრით, რას ქვია არ ვახსენე. იცით რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ დღეებში? ავარიით, იმით, ამით, ძალიან ბევრი მიზეზით. თქვენი აზრით ზივარ და ყველას ფურცლზე ვიწერ, ვინ რა როგორ და მე ვიდეოში ვსაუბრობ. არა. ან გონიათ, რომ არ მეწყინა ეს ამბავი, რო გავიგე, რატომ უნდა გამხარებოდა. ადამიანის გარდაცვალება რატომ უნდა გამხარებოდა. მე არავის სიკვდილი არ მიხარია. რამე მეტყობა, რომ ბანკეტი გადავიხადე ვინმე სიკვდილის გამო. ცუდი კი არ არის, რომ ხან დავფიქრდეთ, რას ვამბობთ. ნამდვილად არ არის ცუდი. ეკითხებით, რატომ ავალდებულებთ, რომ ის თქვენ გინდათ მასზე ვისაუბრო კომენტარებში, ვიდეოში და ასე შემდეგ. მე ვერ გავიგე. თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი ვიცოდი, რომელ პარტიას მიეკუთვნებოდა ის ადამიანი, ვისაც ახლა ვსაუბრობ. არც კი ვიცოდი. ან რა უფლებით მაყენებთ შეურაცხყოფას. კარგი გოგო არ ხარ. კაი კაცურას მელაპარაკე. მე თუ კარგი გოგო არ ვარ, იმიტომ რომ ვიდეოში არ ვახსენეთ, თქვენი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა, ქალბატონო. ქალბატონებო, ვინც ასე ფიქრობთ, ძალიან ცუდად ყოფილა. სულ ფიქრობ, რომ ამაზე მეტი არაფერი მოხდება და ყოველდღე მაოცებს ადამიანების უკუღმართი დამოკიდებულებები. იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ უკუღმართი დამოკიდებულება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვსაუბრობ.
ნაცი, რა ქოცი. ქვეყანა ხალხო თავზე გვენგრევა ქვეყანა თავზე. ეკონომიკა რი ნულზე მიუხედავად იმისა, რომ ყვავისო ნულზეა. ემიგრანტები, ვინც დაბრუნდნენ, უკვე ჩემოდნები აქ ჩალაგებულები და გარბიან. და ემიგრანტები რო არა, შიმშილისაგან დავიხოცებოდი და თქვენ აქ რაებზე მელაპარაკებთ. თქვენ გონიათ, ახლა მე ვზივარ და პარტიებში ვინ სად არის და ის ეგ ალბათ თქვენ გაქვთ ინტერესი, თორემ მე ამის ინტერესი არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, გარდაიცვალა შემეცოდა. მერე რატომ ავალდებულებ ვინმეზე ვისაუბრო? მინდოდაო კარგად ყოფილიყავიო, ყველაზე უცნაური შოკი. გულშემატკივრობდიო. კარგად ყოფილიყავი. არ გინდა რომ კარგად ვიყო. მინდოდა ძალიან რომ ეს თემა გაგვევლო. ეს კომენტარი კი არ გაგვევლო, ეს თემა გაგვევლო, რომ ხალხო ვალდებულად ნუთვლით ადამიანებს, რომ ამაზე უნდა ისაუბროს აუცილებლად და სხვაზე არაფერზე, რომ ის უნდა ახსენოს, აბა ეხლა რატო არ უნდა ახსენოს ეს თუ თქვენ ამას არ წვით, გააკეთეთ არხი და რაც გინდათ ის ისაუბრეთ. რაც გინდათ, ნებისმიერი თემა არ მაინტერესებს, რაც გინდა გააკეთეთ. არ მაქვს მე ისეთი უინტერესო ცხოვრება, რომ მაგით დავინტერესდე, ხა თქვენ რა თემაზე ისაუბრებთ და იმაზე თუ არ ისაუბრებთ, გლოვიზარები შემოუკრა. ეგ თქვენი ნება არაზე ისაუბრებთ, ეგ ჩემი არც საქმე არ არის და არც სურვილი არ მაქვს გავიგო. ეგ თქვენი სურვილი უნდა იყოს, რაზე ისაუბროთ, გადაწყვიტოთ. ან რატომ არ იფიქრეთ, რომ შეიძლება სხვა ვიდეოში მეხსენებინა და რატომ გამომაგლიჯეთ ხახა. და მომაყენეთ შეურაცხყოფ. ახლა თუ გინე დამბლოკი, აი რა, მიყავი და მიყურე. ცოტა დაფიქრდით, ხალხო, ამ ხელ ადამიანები ხარ და სირცხვილია. უკვე სასაცილოები გახდით, აი, დაყავით უკვე ადამიანები პარტიებად და ლანძღავთ, არ დაიღალეთ. არც ერთი პარტიის ადამიანი, პარტიის არა, მომხრე ადამიანი არ მილანძღია. რომ შეასეთო და შეისეთო თუ რაღაცა არ მილანძღია. რატომ არ შეგიძლიათ, რატომ არ გაქვთ ეს მიმღებლობა? რატომ არ გაქვთ? ქოცის თქვენი იყოს ნაციც, ლეიბორისტიც, გირშიც და ფოთოლიც. და ხეც და რა ვიცი ვინები არიან, სულ არ ვიცი. ვინ არიან, ვინ იყლის მედეგეც, საერთოდ არ ვიცი ვინ არიან. რატო აკეთებთ ესეთ რაღაცებს? რატო ლანძღავთ ადამიანებს ამის გამო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არო არ არც ერთის მომხრე, იმიტომ რომ არც ერთი არ აკმაყოფილებს იმას, რაც მე მინდა, როგორი საქართველოც მე მინდა. კიდე რა დავამატო? ეხლა მეორე თემა კიდევ. ეკლესია. ის რომ 1000 გარყვნილება ხდება, არის სრული განუკითხაობა და თურმე შეასქვია როგორ გავბედი თუ რაღაცა რომ ეგ თქვი არ ხდება, არ გაგიგიათ, ტელევიზორითაც არ მოგისმენიათ, არაფერი არ იცით რა ხდება? რატო არ უნდა ვისაუბრო უკაცრავად? რატო? ამოვიკერო იმაზე, რაც ხდება და არ მინდა ხდებოდეს, იქნებ თქვენც რო ამოიღოთ. ხმა იმან რაღაც შეიცვალოს. ეკლესიაში სადაც უკვე ბიზნესი აქვთ. და აღარ არის ღვთისმსახლი მათთვის ბიზნესი აქ, ეგ ჩვენთვის არის. თორე ბევრისთვის ეს უკვე აღარ არის. თავარია შენ რამდენს გადაიხდი, თორე სულ არ აინტერესებს იმას, ახლა შენი ისინი სულიერება და რა გტკივა. თავარია გადაუხადო და მორჩა. 1000 რამე ხდება ხალხო და თქვენ ისე იქცევით თითქოს მოუწოდე ხალხს ეკლესიაში იარო დიდი ბოდიში რა ვერავის ვერ მოუწოდებ ვერაფერს მე თვითონ ვერ დავდივარ მე თვითონ მიჭირს სულიერად ვერ მივდივარ ბევრი წინახობები გამაჩნია და ვერ მივდივარ უნდა ვიაროთ აბა რა უნდა ვქნათ ხალხო უნდა ვიაროთ მართლმადიდებლები ვართ უნდა ვიაროთ ქრისტიანები ვართ
აუცილებლად უნდა ვიაროთ, მე ისიც მტკივა, რომ არ დავდივარ, იმასაც განვიცდი, რომ ვერ დავდივარ, მაგრამ ვერავის ვერ მოუწოდებ, ეს ყველამ კარგად იცის, თვითონ უნდა იაროს, არ იაროს, რატო ვერ მიდის თუ ასე მიდის თუ ისე მიდის. ვერ დავდგები რუპორით და ვერ ვიყვირებ, რომ აბა ეხლა დამწყრივდით და წავედით. ამას თავად ვწყვეტთ ადამიანები. შენ რაც არ უნდა მითხრა, რომ იარეთ, ჩემს ვიკარებს არ ნიშნავს. იმიტომ რომ მე კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო. კარგად ვიცი, რომ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და აუცილებლად ყველა პლატფორმაზე ყოველთვის ვიტყვი ამას, რომ დროა გაიწმინდოს ბიზნესად ქცეული ადამიანებისაგან, გარყვნილი ადამიანებისაგან, უნდა გაიწმინდოს ეკლესია. თქვენ რაც არ უნდა წეროთ აქ, რომ დედა ეკლესიაში როგორ შევიხე და თურმე ცოდვაში ვდგავ ფეხებს, დაეჩავდგა ორივე ფეხი, მაგრამ უსამართლობაზე მე ვერ გავჩუმდები. ვერაფერზე ვერ გავჩუმდები, რასაც ხედავ, რომ არის უსამართლობა. და თქვენ თუ გგონიათ, რომ გარდაცვლილი ადამიანის არხსენებაში ძალიან დიდი ბრალეულობა მაქვს და ეს როგორ გავბედე, უკაცრავად თქვენი დაკვეთით აქ ვერ ვიმუშავებთ ადამიანები. მესამე საკითხი. ეს ძალიან მოკლედ არ მინდა გამიგრძელდეს. ძალიან გთხოვთ, უკვე მე მილიონი ჯერ, რომ აემხელა ისტორიას რო დაწერთ კომენტარში ვიღაცაზე და ყველა მიცის ვის გულისხმობთ, სახელი არ აწერია, თორე ყველაფერი რო წერია და გასაგები როა ვიზეც საუბრობთ, ან პირდაპირ თქვით ამაზე ვსაუბრობ, ან საერთოდ ნუ დაწერთ. აემხელა ისტორიას რო დაწერთ და სალანძღავს ყველას თავის გვერდზე დაუწერეთ, თავის ვიდეოს ქვეშ, რაც არ მოგწონთ ხალხო. ნუ ჩამაგდებთ უხერხო მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე არავისთან გასაყოფის საერთოდ არაფერი არ გამაჩნია. მე არავისი არაფერი მაინტერესებს საკუთარი თავის გარდა. არაფერი მაინტერესებს ნიშნავს იმას, რომ ხარ რა თემას განიხილავს, უიდე და ის როგორ არ მაინტერესებს. მისი არხია ნებისმიერი ძალიან ბევრი ვლოგერია უკვე, ძალიან ბევრი ახალია. არ მაინტერესებს ხალხო. მე ნუ შემეხებიან და ნუ გადამივლიან დაუმსახურებლად, თორე არ მაინტერესებს. ნუ დაწერთ. ვითომ რო არასახელებთ სახელებს და ამხელა კომენტარებს წერთ და ვიცით ვიზია საუბარი, ეს უფრო მაღეზიანებს. ან საერთოდ რატომ მოგაქვთ მაგალითებად ვიღაცები? არ მინდა. ნახე შე რა კარგი გოგო ხარ და ის ნახე რა ცუდია, არ მინდა. ეგ ჩემთვის არ არის კომპლიმენტი. საღამოს ვლოგი დაიდება. ეს თემები მინდოდა რომ გაგვევლო. აუცილებლად. გუშინ ვკითხულობდი, მართლა ვერ ვიჯერებდი, რომ მეთქი რა ნაცი, რა ქუს. რა მელაპარაკება ეს ხალხი. ხალხო, საკუთარ თავებს მიხედეთ, საკუთარ ოჯახებს მიხედეთ. იმაზე იფიქრეთ, რომ ნაკლები აგრესია თესოთ. არ შეიძლება ასე. უბრალოდ არ შეიძლება ასე. პარტიებად ნუ დავყავით ადამიანები, რომლებიც არ შეიძლება რომ დაყოთ, არ გაქვთ ამისი უფლება და მე თუ პირობითად გეუბნებით, მივეკუთვნები ხარს ვუჭე, მაგალითად რა ვინები არიან არ ვიცი. დაუშვათ ლეიბორისტებს, დაუშვათ გეუბნებით. რა მე უფლება გაქვს მე გამომლანძღო? ვინ ხარ, ვინ მიგდიხარ, მე შენ გამომლანძღო და შემეხო. ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა უფლება გაქვს? სხვა ადამიანს მიაყენო ამის გამო შეურაცხყოფა. ცოტა ამაზე დაფიქრდით, რომ უფლება არ გაგაჩნიათ ამის. არ გაგაჩნია. არავის არ გვაქვს უფლება, რომ ვლანძღოთ ერთმანეთი. არც ერთ ვარიანტში არ გვაქვს ამის უფლება. თქვენ რაც გინდათ ის აკეთეთ. რომელი
პარტიის მომხრეც გინდათ ის იყავით, თუ გინდათ დროშებით ირბინეთ, რომ ამას მივეკუთვნები და ეს თქვენი არჩევანია. მეც დამიტოვეთ ჩემი არჩევანი და ნუ ამომაძრობთ გლანდებს. არ გაქვთ უფლება, თორე აჰა, არ გაქვთ უფლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის კონკრეტულად იმ კომენტარის მაინც და მაინც განხილვა. უბრალოდ ეს მოსაზრებები რომ არსებობს, ბარემ გავიარე ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან შევწუხდი. როგორც ეკლესიის თემით შევწუხდი ძალიან, როგორ გავბედი და პირი გავაღე, მილიარდჯერ გავაღე პირს დამიჯერეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ გამაჩუმებს ვერავინ. გამოწერა გაგიუქმე თუ რაღაც, აი დარდიგე ხოწები რა. გამიუქმე დღეს ისევ მომემატა, რა მე. ამით არაფერი შეიცვალა. შენ გამიუქმე სხვა დამიმატებს მერე. გამიუქმე. მერე რა. არაფერი. დამემატება ისევ. დამემატოს ნელარს და მუჩქარებარს და მივდივარ მე სიბერემდე. და არც მერე. სანამ არ მოუკვდები. რაჯობია იმას, რომ ვინც გინდა იმას უყურო, ვინც არ გინდა არ უყურო. რა თქმის კილომეტრიანი კომენტარები ხალხო. ზუსტად რო ვიცით ვინ არიან. იმიტომ რომ ყველაფერს წერთ. და ჩვენ ყველამ ვიცით ვინ არის ახლა მეტნაკლებად. რაში მჭირდება? რატო თორე კი? არ მჭირდება არავის ხსენება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და არც წაშლას არ ვაპირებ. ნუ დაწერთ. მე საკუთარი სალანძღავს რომ მიწერენ, იმას ავშლი. ნორც იმის ვალდებულად ჩამთვლით, რომ აუცილებლად წაშალე რატო ტოვებ? არაფრის წამშლელი არ ვარ, რატო წერ? Bye.